როდესაც ერთ კომპიუტერზე რამდენიმე ადამიანს უწევს მუშაობა, Windows-ი გვაძლევს საშუალებას თითოეულმა შექმნას თავისი სამუშაო გარემო. ამისთვის საჭიროა დავრეგისტრირდეთ კომპიუტერში როგორც მომხმარებლები. გავხსნათ ისევ მართვის პანელი. და ავირჩიოთ პიქტოგრამა User Accounts. ამ პანჯარაში ჩვენ ვხედავთ უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებს. ესენია მუსკულები და ირმა. ეს კი სტუმარია, რომელიც იმ არარეგისტრირებული მომხმარებლისთვისაა გათვალისწინებული, რომელსაც სხვა მომხმარებლის გარემოთი სარგებლობა არ შეუძლია. სტუმრის გასააქტიურებლად გავაწყაპნოთ შესაბამის იკონაზე ერთხელ და დავაჭიროთ კლავიშს Turn on Guest Account. ახალი მომხმარებლის შესაქმნელად ავირჩიოთ Create a new account. ავკრიფოთ მომხმარებლის სახელი. მაგალითად ეს იყოს ახალი მომხმარებელი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. აქ უნდა ავირჩიოთ მომხმარებლის ტიპი. თუ დავრეგისტრირდებით როგორც ადმინისტრატორი, შევძლებთ ნებისმიერი ცვლილება შევიტანოთ კომპიუტერში. მაგალითად, შევქმნათ და წავშალოთ მომხმარებლები, დავაყენოთ პროგრამები, რასაც ვერ გავაკეთებთ, თუ კი შეზღუდული უფლებების მქონე მომხმარებელს ავირჩევთ. მოკლედ, მე ახლა ადმინისტრატორს ავირჩევ და დავაწყაპნებ კლავიშაზე Create Account. და მომხმარებელიც მზად არის.